Property Exclusive 2026 პირველი AI-ზე დაფუძნებული უძრავი ქონების ღონისძიება, რაც ძალიან გვახარებს არეალის ჩართულობა დღევანდელ ღონისძიებაში და ის მნიშვნელოვანი რესპონდენტული არეალი, რომელიც ქმნის თავის საქმიანობით შედეგს და რა თქმა უნდა, სხვა დანარჩენ საომავლო მიმართულებების გზასაც გვიხსნის. Bziouri Gardens-ის კომერციული დირექტორი თეონა გიორგაძე ერთიანდება არეალში დღეს პრემიუმ კლასის საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტები, რომელიც თავმად შეიძლება ითქვას მიმზიდველ კონტენტს ქმნის და საომავლო გეგმებზეც ძალიან გვახარებს სწორედ თეონასთან ახლა ყურადღების გამახვილება. თეონა, უღრმესი მადლობა არეალში გაერთიანებისთვის და ღონისძიებაში ჩართულობისთვის, რომლის მნიშვნელობაც ახლა უნდა გკითხოთ პირველ რიგში. Bziouri Gardens-ის მიმდინარე და მომგებიანი პროექტების ფონზე, რამდენად მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ღონისძიებები, თეონა, რამდენად ეხმარება უძრავი ქონების სექტორს სწორედ ასეთ ტიპის ღონისძიებები, რომელზეც ვიმყოფებით დღეს. მოგესალმებით. Property Exclusive 2026 საკმაოდ მნიშვნელოვანი ღონისძიება უძრავი ქონების სექტორისთვის, რადგან ამ ტიპის ღონისძიებები გვაძლევს საშუალებას არა მხოლოდ წარმოვადგინოთ ჩვენი პროექტები, არამედ მოვახდინოთ მახინჯაურის პოპულარიზაცია, რომელიც ერთ-ერთი მზარდი ტურისტული ლოკაცია აჭარის რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ის სეგმენტი ავითვისოთ, რომელიც ასე თუ ისე აუთვისებლად გვეჩვენება არადა დიდი პოტენციალი აქვს, ხო? მახინჯაურის მიმართულება სხვა შორის ძალიან კარგად მოხდა პრომოუშენი თქვენი პროექტების ფონზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი, მათ შორის ბევრი ტურისტი არის აღფრთოვანებული და საქართველოს მოქალაქე არის აღფრთოვანებული ამ პროექტებით. ეს არის დიდი ინსპირაცია იმისთვის, რომ ბევრი აუთვისებელი მიმართულება, რომელიც გვაქვს საქართველოში, კიდევ უფრო კარგად ავითვისოთ და მომგებიანი გავხადოთ ჩვენი ეკონომიკისთვის და რა თქმა უნდა, იმ სასიამოვნო მიმართულებებისთვისაც, რომელსაც გულისხმობს თვისობრივად დეველოპერული ბიზნესის ერთ-ერთი საქმიანობა, რომ შევქმნათ განტვირთველი გარემო, ხომ ასეა თეონა? ძალიან საინტერესოა დღეს სწორედ AI-ზე გავამახვილოთ ყურადღება, რადგან ღონისძიება უნიკალურია, პირველია, შეიძლება ითქვას, თავისი სწორედ AI-ზე დატვირთულობით და მნიშვნელოვანია თქვენ საქმიანობაშიც ხელოვნური ინტელექტის როლი ვიკითხო. რამდენად ხშირად იყენებთ ხელოვნური ინტელექტს თეონა საქმიან გარემოში? გვანცა დღევანდელ ცხოვრებაში AI საკმაოდ დიდი როლი უჭირავს ნებისმიერ ინდუსტრიაში. მისი გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც მომხმარებელთა კომუნიკაციის გაუმჯობესებაში, ასევე ბიზნეს პროცესების მართვაში. ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, თუ სწორად გამოვიყენებთ ხელოვნურ ინტელექტს, გაგვიუმჯობესებს და გაგვიმარტივებს სამუშაო მიმართულებებს, თუმცა აი აქ არის ზუსტად ის ბეწვის ხიდი, სადაც სწორად უნდა ვიაროთ და ამაზე არაერთი ადამიანი, არაერთი ლიდერი, არაერთი გამოცემა თუ მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულების წარმომადგენელი საუბრობს. და დღესაც მინდოდა რომ ამაზე გაგვიმახვილებინეთ ხარდია ყურადღება. მიმდინარე პროექტები ძალიან საინტერესოა Bziouri Gardens-ში. თეონა, უკვე შედეგით კმაყოფილები ვართ, თუმცა როცა შედეგით კმაყოფილდებით, აუცილებლად გვჭირდება საომავლო განვითარებაც, ხომ ასეა? და ველოდებით კიდევ უფრო მეტად განვითარებულ პროექტებს და როდესაც ერთი შედეგით კმაყოფილები ვართ, სხვა შედეგითაც გვინდა რომ ვიყოთ კმაყოფილები. რა არის საომავლო გეგმაში Bziouri Gardens-ში და რაზე მუშაობთ დღეს? დღევანდელ ღონისძიებაზე ჩვენ წარმოდგენილი ვართ როგორც Bziouri Development-ის სახელით, გვაქვს ერთი დასრულებული და ორი მიმდინარე პროექტი, რომელიც ვითარდება ყოფილი ბალნეოლოგიური კურორტის ტერიტორიაზე. იდეა იყო შეგვექმნა ისეთი საცხოვრებელი კომპლექსი, რომელიც ქალაქის ხმაურიდან შორს, ბუნებასთან და ზღვასთან სიახლოვეს შევქმნით კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს. რა თქმა უნდა, გვაქვს სამომავლო გეგმები, აუცილებლად დავაანონსებთ მომავალში. ჯერ არ ვამხელთ. არა, რა თქმა უნდა. თუმცა ვიტოვებ პირობას, რომ არეალში აუცილებლად გააჟღერებთ იმ სიახლეებს, რომელსაც დღეს არ გვიჟღერებთ, ხომ ასეა? დიდი სიამოვნებაა. ძალიან დიდი მადლობა, თეონა, ძალიან დიდი მადლობა. თავადაც იყენებთ ხელოვნურ ინტელექტს, როგორც ხვდები თქვენს ყოველდღიურობაში. მე აუცილებლად უნდა გკითხოთ, თეონა, როგორ ახერხებთ? ყოველდღიური მეგობარია AI. ხელოვნური ინტელექტი, კი ბატონო. გეხმარება თუ არა სწორედ ხელოვნური ინტელექტი იმ ბალანსის დაცვაში, რომელსაც გულისხმობს სამი შვილი, დიდი ოჯახი, ძალიან აქტიური სამუშაო გარემო და აქტივობები, რომელიც ყოველდღიურობაში უკვე რუტინაში გადადის. და მით უმეტეს კარგად გამოიყურებით, მიუხედავად ამდენი შრომისა, თეონა, ძალიან მნიშვნელოვანია სწორედ ამდენი კონცეფცია და მიმართულება დაიცვა და ბალანსი აუცილებლად შეინარჩუნო. ხელოვნური ინტელექტი გეხმარებათ რაღაცილად ამ მიმართულებების შენარჩუნებაში? რა თქმა უნდა, მე ვიტყოდი რომ ეს არის ერთ-ერთი ჩემი ყველაზე უახლოესი მეგობარი ყოველდღიურ ცხოვრებაში, რადგან ის ახდენს დროის ოპტიმიზაციას, როგორ დავგეგმო
დილის 10 საათიდან საღამოს 6 საათამდე ჩემი სამუშაო რუტინა და ვიყო ორიენტირებული საქმეზე, რა თქმა უნდა, და ასევე ვიყო ნაყოფიერი დღის განმავლობაში. და მოიტანოთ შედეგი შემდეგ. აუცილებლად. პოპულარიზაციის მიმართულებაში მინდა გკითხოთ. რა დრო დასჭირდა ამ ადგილების პოპულარიზაციას? თუმცა სხვათა შორის თამამად მინდა თქვა, რომ ძალიან საკმაოდ დიდი წვლილი მიგვიწვევს მახინჯაურის პოპულარიზაციაში, რადგან ჩვენი პროექტები დავიწყეთ 2017 წლიდან და ამ დროს მახინჯაურის მნიშვნელობა არამც თუ ადგილობრივს არ ქონდა გააზრებული, არამედ ტურისტებისთვის ეს იყო სრულიად ამოუცნობი ლოკაცია, თუ რა მნიშვნელობის იყო მისი ისტორიიდან გამომდინარე. თუმცა დღეს უკვე, როგორც აღნიშნეთ, მახინჯაური ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ტურისტული ლოკაცია, არა მხოლოდ ადგილობრივებისთვის, არამედ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. სწორედ ეს არის ძალიან საამაყო. თეონე, უღრმესი მადლობა არეალში გაერთიანებისთვის, გელოდებით სამომავლო პროექტებით, რომელსაც ჯერ არ ასახელებთ. ხომ ასეა? აუცილებლად დავასახელებთ. არეალშიც გაერთიანდებით. უღრმესი მადლობა, ველოდებით ასეთივე შედეგიან პროექტებს ცხადია, როგორც უკვე შექმენით და დარწმუნებული ვარ, განვითარებაზე ორიენტირებით კიდევ ძალიან ბევრი მიმართულებით ვიამაყებთ თქვენ სამშაო არეალში. Property Exclusive 2026 პირველი AI-ზე დაფუძნებული უძრავი ქონების ღონისძიება და მზიური გარდენსის კომერციული დირექტორი თეონა გიორგაძე გაერთიანდა არეალში სამომავლო გეგმების ტირაჟირებას დაგვპირდა აუცილებლად. თეონა, როგორც უკვე აღნიშნა, სწორედ არეალში გაერთიანდება მალე უკვე იმ საამაყო პროექტებით, რისი მაგალითიც არაერთხელ მოგცა მზიური გარდენსმა.